შაბათი მშვიდობისა ჩემო მეგობრებო. ამინდი გწყალობს სანამ დასწრებს ისევ ცოტა ხანი გადაშეისვენა და ამ შესვენების დროს ჩავასწროთ სადღაც 9-10 წუთები და მედია ჩავასწრებთ. მშვენიერი კვირა გამოვიდა მაინც. ცხენი აუცილებლად ჭირდება ფერმაზე. სხვა თუ არაფერი ესე სამოძრაოდ მაინც. ხო და მშვენიერი კვირა გამოგვივიდა და მედოვნებ რომ მეორე კვირა პირველზე უკეთესი იქნება და მესამე მეორეზე უკეთესი და ეს როგორც ყოველი მომდევნო დღე უნდა იყოს ერთმანეთზე უკეთესი. ამწამაში არ ვიცი რას გავაკეთებ, მაგრამ რაღაცას მოვიფიქრებთ, არ გავჩერდები თუ საქმურად. ყველას კარგ დასვენებას და რაღაცა საინტერესო ვიკენდს გისურვებთ. წავედით. ჩამოსლა გვაცალა ამინდმა. ხო, მოვედი. იგრევე გაჩერდნენ, რომ თუ დღუნობდნენ. ჩამოსლა კი გვაცალა ამინდმა. ყვავილებს რა ქვია ეგერ ყვითელი როა. თქვენ გეწოდინებათ. აქ უამრავი ყვავილის ვაპირებ მომავალში და პატარა ბაღები უნდა გავაკეთოთ. ხო, სახელიც ვიცით, რა უნდა ერქვას ბაღებს, ოღონდ სემირამიდა არა. ეხლა ტრადიციულად ხალბატონს და ხალბატონებს და ვაჟბატონს არ მივაკლოთ არაფერი, ამ ხალათებს მომოყვინდა ეგ. და რას ვფიქრობ, იცი, სანამ გაწვიმდება. წვიმაში გარეთ ჩვენ რას მოახერხეთ, აი ეს ცეცხლი დავანთოთ იქ, აი ეს ვენახის წალამი მოათრიოთ აქ, დავჯდეთ იქ ცეცხლთან არხინად და დავპისკოთ და დავალამაზოთ. რომ ესე უშნოთ აღარ ეყაროს აქ. ბოლო ადამიანი რომ მოვიდეს, უცებ გამზადებულს გამოიტან და შეყრე და აგუზგუზებ, გუზგუზას. დექი აქეთ სამწვადის წალამის გამზადებას, აქეთ ცეცხლი მაქვს შენთებული და იქეთ სულმა წამძლია და ანკესი მაინც ჩავაგდე თევზი მოძრაობს და იქნებ რაღაცა დიდი თევზი დავიჭიროთ. დიდი თევზი გამახსენდა, ჩემი ერთ-ერთი საყვარლესი ფილმია, ასე ქვია დიდი თევზი და ვისაც არ გაქვთ ნანახი, აუცილებლად უყურეთ და ვისაც ნანახი გაქვთ და გიყვართ, თქვენი აზრი გამიზიარეთ მაგ ფილმთან დაკავშირებით. შევიკრიბოთ ფერმის კომუნიტის ქვეშ კინო მოყვარულებით. ყავათ აიმია და იმად გამოვხედე. მაგრამ ჩამი-ჩუმი არ ისმით, სადღაც გადაპარული არიან უკან. სხვათა შორის ის ტერიტორიაც ამათ ეკუთვნოდა, ვისგანაც ის ვიყიდე, აი უკან ხეები რო ჩანს, დიდი ხეები და სუბარდები და ეკლები და ესაა და გავწვინდოდა და ეგაც რაღაცა მოვიფიქრო. თუნდაც ის რომ ძროხები, ღორები და ისინი უკან გადავიყვანო და აგაურობა მთლიანად დარჩეს რაღაცა სათბურისთვის, ბაღისთვის, ბოსნისთვის თუ ასე შემდეგ. იგი რა ხალბატონი ციური, ოღონდ აქედან კარგად არ გამოჩნდება. აი სტოლბის საბურის კიდეში, აი იქიდან ჩანს. როგორც ჩუჩქნის რაღაცას, ეგერ ხალბატონი ციური ჩუჩქნიაშვილი. აი ეს კუთხეებიც, აი ესენი მთლიანად გასაწმენდია. სანამ გაზაფხული მოვა ბოლომდე და გამწვანდება აქაურობა და ჯაგნარად გადაიქცევა. ბატონი რომეო რაღაცა წყნარათა დამშვიდ და დააოკვდა შეეჩვია ახალ საცხოვრებელს. შეიძლება ტიბალტი და ისინი ილანდება. ხო. მივიწევთ წინ ფინიშისკენ ერთი პარტია შევინახეთ იქ სადაც სანამდე პატარა ნავეს გავაკეთებთ იქ იყოს. აქ დედამიწას სიყვარული ატრიალებს ვაწერია. თუ ვინმეს გახსოვთ რომელ ნაწარმოებიდანაა. მცოდნე ხალხის აზრი მაინტერესებს. აქ რა უნდა გავაკეთო ისეთი რომ ესე წყალი არ დადგეს, სულ სიმწვანე იყოს და ეხა ხრეშის დაყრაზე და ცემენტის დასხმაზე არა საუბარი. ხრეში რომც დავყარო, მაინც ქვემოდან წყალი დადგება, ამიტომ რომ იგი არაფერს არ ცვლის. თუ ვინმე მცოდნე ადამიანი ხართ, მომწერეთ პირადში ან დამიწერეთ. როგორ უნდა მოვიქცეთ. წვებს
თევზი არ გვეკარება საერთოდ. შენი ეზოს თევზი რომ არ მოგეკარება, სხვისი მოგეკარება ვერა. ჭეშმარიტად ინგლისური ამინდი. წახან კი ნახეთ როგორ წვიმდა და ეხლა მზემ გვიწყალობა. Glory United, Glory United. ინგლისზე მეტი უკეთესი რა უნდა გაგახსენდეს თუ არა Manchester United. Glory United, Glory United. იმათ საერთოდ არ გავხსენები ვარ დღეს. ამბავიც არ მოგკითხავთ ჩემი ეტყობა. სადღაც რაღაცას გემრიელად აკნატუნებენ. ტიმონისა და პუმბასავით. აი ეს მაგდა ეხა სრული ბედნიერებისთვის ისინი მოვიდნენ და გამოვხედო. შეხედეთ ის პატარა გარეც არის გარეთა. რომეო? მან როგორ მოხდი ბიჭო? ხო? ხო? ციუ ის როგორ მოვიდა გარეთ? გამარჯობა. დღეს არ ნახია ერთმანეთი? აი დედა. რომეო მოდი. ნეი. მოდი ნუ გეშინია, მან როგორ მოხდი ბიჭო? მოდი. ციუ. ხო რაი. ესე დღევანდელმა დღემაც არ უნდა ჩაიაროს თავგადასავლების გარეშე რა. კაი, ჩაივლის დღევანდელი დღეს როგორც ვატყობ ლიკლუჩენიების გარეშე, ბატონი რომეო გარეთ ზანდება. საიდან მოხდი მანდი, მათმა გამოგიშვეს განგათავისუფლეს არა? შეფერვით ხასავით შიგნით არიან ისინი შენ საჭმელს ჭამენ და შენ იყავი ეგრე. ხო. მე შეხედე, ხე იქიდან ღიაროა, იმდენსაც ვერ ხვდები. ეს გაჭირვებული. გამოგეკითხა. ციუ ნუ აშინე ბოროტო. ხო. ესე. მოაშინებთ იმ საწყალს. მოდი შენ სახლში შედი. მოდი ჭკვიანი ბიჭი ხარ შენ. მოდი შე პატარა ჭკვიანი. გამოხდა იქიდან. რა გინდა რას დასდევ მაგ პატარა იმან. ნუ დრამები გიჭიდა. ციუ დაანებე თავი. მოდი პატარა, მოდი. ხლადენ პატარას თავისუფლება რომ აჩუქეთ, გამაკეთებინეთ ახლა ის ადგილი, საიდანაც გამოაპარე. ქალბატონო ციური. ტრახს რომ მიაქანებ ვიქტორია სეკრეტის მოდელივით. წამოდი და გამაკეთებინე და მე ეს სეტკები მარტო ვერ ვზიდე და გადამატანინე წინა. შენს გეხება მაგ. მიდი დამელოდეთ, ჩაკუჩი აიღე ციუ. ციუ მოდი ჩაკუჩი აიღე. თუ დამიჯერებთ, აი მთელი დღის განმავლობაში რა საქმესაც არ უნდა ვაკეთებდე, აი ამ ტალახში სიარულით რომ ღლის, ვიდრე ის საქმე რასაც ვაკეთებ. აი ამაში ჩადგი ფეხი, ამოიღე ჩადგი, მოგიცურდა, გაასწორე. რა ლიდაკარია მაგის დედა. რა კოლხეთის დაბლობია, ნერი და რა მაფია. ბიჭო. ესე იგი ეს ციურა და ეს პატიჟო უნდა აქეთ მომბზან, იქეთ და მომიშალეს ნერვები და შევკეტე და იყვნენ ახლა საჭმელი აქვთ. კაი ნაგულავები და ნატრაშანები და შარა და ის არიან. ის პატარას გამოაპარეს, მაგრამ გავუკეთე და თავიდან გავიჭედა ორიენტაციით, მაგრამ იმ საჭმელს მას რა ქვია.
ამ ნარევს კომბინირებულს სუნით მიაგნო და თავისით შევიდა სახლში. ისიც დაბინავებულია. აი, გამოჩნდა ეს ადგილი, რო აღარ ყრია ვენახი და რო აღარაა გაუბედურებული ყველაფერი. დავხედეთ ზეღან 4-ის წუთები იყო. ხო და ცოტა ხანს დაველოდები კიდე თუ გადაიღო თუ არა და წავალ. წვიმიში შიდა ხა კაცი არ დამდინარა, მithumetes ჩემი ტანის. დღევანდელი დღეც ასე მიილია, შაბათი დღე ჩვენ კვირას არ ვისვენებთ სამწუხაროდ, არ გვასვენებენ. ბოროტი უბროსები დაბრუნდებით ხვალინდელ დღის ამბებით. იმედია, არა, მინდა ორშაბათს და სამშაბათს გვაქვს, მაგრამ ხვალაც მოვიფიქრებთ რაღაცას შიგადაშიგ რო გამოიდარებს. ყველას უღრმესი მადლობა. არხის გამოწერა და გავიწყდით, კომენტარი და ასე შემდეგ. სასიამოვნო შაბათ კვირას გისურვებთ. ერთი მინუსი, რაც შეიძლება ფერმასთან დაკავშირებით აღმოჩნდეს, მაგრამ მინუსი არა, ჩვეულებრივი მომენტია, დღისით მზის. აი ტურა შემხვდა, სადღაც აქ იდგა, გადაღება ვერ მოვასწარი და აი ესე ტყისპირს ჩაუყვა. ერთი ცალი ტყურა ვერც ციურის და ხორებს უზავს რა, ვერც ადამიანს, მაგრამ ეგეთი მომენტები არის. თან მზია, თან წვიმს. ხო, უცნაური კიდე ისაა, რომ ჩვენი ქვეყნის კანონმდებლობით არა თუ ჯიბეში, არამედ ახალებით მანქანაშიც ვერ ატარებ დანას. ესე იგი თოფი უნდა კონდეს. რომელსაც ესე მხარზე გადაკიდული დაშლილი უნდა იყოს და ერთი სიტყვით რა. თუ თქო, ამ მთავრობის იმედად ნუ დარჩებით, რაღაცა თავდაცვის მექანიზმი გამოვიმუშავეთ. ვერ გაძანდებოდით.